მოდი დავიწყოთ თინათინის ჩართვით, რომელიც ახლა სიონის ტაძრის ეზოში უნდა იყოს და იქიდან გვერდება სიონი დაიხურა თუ ღია ჩვეულებრივი მომლოცველებისთვის და როგორ შეაფასებთ, როგორ მოგვიყვებოდით დღევანდელ დღეს, თინა გისმენთ. დიახ, სამების სიონის ტაძრის ეზოში ვიმყოფებით. ახლა ჩვენ დასრულდა უკვე პროცესი პატრიარქის დაკრძალვის, თუმცა აქ ეზოში მოქალაქეები მაინც რჩებიან დღის განმავლობაში და მათ შორის დაკრძალვის წინა პერიოდში და დაკრძალვის პროცედურის დროსაც ტაძარში შეზღუდული იყო შესვლა მოქალაქეების, თუმცა მას შემდეგ უკვე რაც დასრულდა დაკრძალვის პროცედურა და მოწესრიგდა უკვე საფლავი რაღაცა პერიოდის შემდეგ უკვე აქ მოქალაქეებსაც მიეცათ საშუალება რომ იყვნენ ტაძარში და მიახლოვებოდნენ პატრიარქის საფლავს. ახლაც ამ წუთებში უბრალოდ ეს არის ორგანიზებული და ხალხის ნაწილს უშვებენ და შემდეგ როცა ის ნაწილი გამოდის, შემდეგ შედის შემდეგი ნაწილი ხალხის, თუმცა აქ მსურველს ახლა ვინც მოვა სიონში, ყველას შეუძლია რომ შევიდეს და ნახოს, მიუახლოვდეს ასე ვთქვათ პატრიარქის საფლავს. პატრიარქი ილია მეორე დღეს 3 საათზე გამოასვენეს სამების საკათედრო ტაძრიდან მოქალაქეების დიდი რაოდენობის თანდასწრებით მოყვებოდა ამ პროცესიას მოქალაქეების დიდი რაოდენობა სამებიდან სიონის ტაძრამდე იყო ჯარისკაცების კორდონი. სიონში სამებაში წირვა ჩაატარეს ქართველმა მღვდელმსახურებმა, თუმცა წესის აგების ცერემონიაში ასევე მონაწილეობა მიიღო მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეუს პირველმა და ეს იყო 13 წლის შემდეგ პირველი შემთხვევა, როცა ბართლომეუსი საქართველოში ჩამოვიდა. ჩვენ ახლა შეგვიძლია ვნახოთ ფრაგმენტები აწყობილი მთელი იმ პროცესიდან, რომელიც გამოიარეს, ასე ვთქვათ, სამების ტაძრიდან სიონის ტაძრამდე.
უფასო მეგობრებო, თქვენ ხედავთ უწმინდესის დაცვის ბიჭები არიან, რომლებიც გულწრფელ სრემს აფრქვევენ. ბოლო წუთებია ჩვენი დიდი პატრიარქის ამ ქვეყნად ყოფნის მისი ნეშტს სულ მალე მიიბარებს ჭაღარა სიონის მიწა. საქართველო მიყვარხარ, საქართველო მიყვარხარ, საქართველო მიყვარხარ. როგორც გითხარით, სიონის ტაძრის ეზოს და თვითონ ტაძარიც უკვე გახსნილი არის მოქალაქეებისთვის და ნებისმიერ მსურველს შეუძლია რომ შევიდეს და მოინახულოს პატრიარქის საფლავი. აქ ხალხის ნაკადი შედარებით უკვე შემცირდა, თუმცა იყო რიგები მას შემდეგ რაც გაიხსნა უკვე ტაძარი იმისთვის რომ მოქალაქეები აქ შემოსულიყვნენ. ჩვენ ადგილზე ჩავწერეთ ადამიანები, რომლებიც მოყვებოდნენ როგორც პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიას, ასევე შემდეგ იდგნენ გარეთ და ელოდებოდნენ თუ როდის შეძლებდნენ რომ შესულიყვნენ
ტაძარში და შეგვიძლია მოვისმინოთ ახლა ამ ადამიანების კომენტარები დღევანდელ დღესთან დაკავშირებით. მე მგალობელი ვარ უკვე 40 წელია ვგალობ მასთან ერთად თითქმის მთელი ცხოვრება ნახევარი ცხოვრება მასთან ერთად გავიარე და ძალიან სევდიანი და გულდაწყვეტილი ვარ უზომოდ რა ვიცი რა ვთქვა ყოველ შაბათ-კვირას ალბათ დაველაპარაკები და ვეტყვი ჩემს ყველაფერს გულის ნადევს მადლობას იმ სიყვარულისთვის რაც ჩვენ დაგვიტოვა ქართულ ხალხს და ჩვენ ძიმ გალობლებს ჩვენი მამა იყო და რა ვიცი, ეხლაც ემოციები მეძალება და არ შემიძლია უფრო მეტის ლაპარაკი. ფალი იყოს იმასთან, გააძლიეროს უფალმა იქ და იქიდან გადმოვხედოს ჩვენ მის საქართველოს. ძალიან ბევრი რამეა გასახსენებელი, შეხვედრები, დარიგებები მისგან. უბრალოდ ისე შეხვედრებიც და შემდეგ აი თქვათ იყო ასეთი რაღაცა რომ სააღდგომო დღეები იყო თუ რაღაცა ზეიმო დღეები დღესასწაულები იყო მე მქონდა ტრაპეზი მასთან და ამ ტრაპეზზე მისი მხიარული ამბები მისი ბავშვობის დროინდელი სკოლის დროინდელი რასაც ალბათ თელმა საქართველოს უყურა ახლა ეს დღეები ძალიან მრავლად იყო ინფორმაცია მის შესახებ და რა უნდა ვთქვა მე ახალი სხვა მინდა რომ იმ ქვეყნიდანაც სადაც არის და სადაც წავიდა იქიდანაც წყალობდეს აქ ფარავდეს. პირველ რიგში სამძიმარს ვუცხადებ თელს ჩვენს ქვეყანას სრულიად საქრისტიანოს ერთადერთი რაც არ ვსთუბ არის გულში დიდ ტკივილს და დარწმუნებული ვარ რომ ყველა მართლმადიდებელი ვისაც ჩვენი უწმინდესი უყვარდა იგივეს განიცდის. აი როგორც შვილი დაობლდება ისეთი განცდა მაქვს თან მე მამა არ ამყავს და აი ზუსტად იგივე ტკივილი ვიგრძენი და დარწმუნებული ვარ ყველასთვის იყო სულიერი მამა. ეს იყო მოვლენა, ეს იყო ღვთისგან გამოგზავნილი და ძალიან მაღალი სულიერების მატარებელი. ეს იყო უგანათლებულესი და მას შეეძლო ეტვირთა საქართველოს ჯვარი. მე მიყვარს ჩემი პატრიარქი და მე ჩემთვის იყო მამა ზრუნველი მამა და რა ვიცი თბილი გული დამეტოვა და მხოლოდ კარგი მახსოვს მისგან ემოცია მაქვს ძალიან დიდი დანაკარგის, მაგრამ ეს დანაკარგი არის იმედიანი, იმიტომ რომ დღეს ვნახეთ რაც მოხდა, ყველა ერთად ვართ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაზე მეტად რაც უნდა და პატრიარქს ის მოხდა. და რისი სიმბოლო არის თქვენთვის? სიყვარულის და ერთიანობის აუცილებლად უნდა გავერთიანდეთ. პატრიარქი ჩემი აზრით მთელი საქართველოსთვის უძვირფასესი პიროვნება იყო. ის არა მარტო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, არამედ თითოეული ჩვენთაგანი ქართველი ერის გულის რაღაც ისეთი ძლიერ ნაწილს წარმოადგენდა, რაც ფაქტიურად აღარ არის. მაგრამ შეიძლება ხორცლად აღარ არის, მაგრამ სულიერად მუდამ ჩვენთან იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ. უსამძიმრებს საქართველოს. ყველას ჩვენი წილი პატრიარქი მოგვიკვდა. გარდაიცვალა ადამიანი, რომელიც ნამდვილად ეპოქალური იყო. აი აქაც გვირგვინი დგას ქართველი ხალხისგან მიწყვნილი და მეთანხმები. ძალიან მძიმე დღე იყო ჩემთვის. ადამიანებს გვინდა რომ ესეთი ადამიანები რომ მადლობა ღმერთს რომ საერთოდ მის ეპოქაში მოგვიწია ცხოვრება მაგრამ გვინდა რომ სულ ჩვენთან იყვნენ ესეც ხომ არ იქნება როგორც საყრდენი ძალა სულის საყრდენი ძალა აი ესეთი ადამიანი გამოგვეცალა დარწმუნებული ვარ რომ ზეციური საქართველო დამგლოცავს ჩვენთვის ილოცებს შეგვეწევა და ჩვენი მეოხი იქნება ზეციდან. ნამდვილად გვიყვარ ხარ პატრიარქო. მადლობა ყველაფრისთვის. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს ჯანმრთელობის გაუარესების შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის 93 წლის იყო. 1977 წლის შემდეგ კათოლიკოს პატრიარქად აღსაყდრებიდან ის თითქმის ნახევარი საუკუნე უძღვებოდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. ილია მეორე სიონის ტაძარში პატრიარქების კირიონისა და ამბროსი ხელაიას გვერდით დაკრძალეს.